ასეთი კითხვა დამისვეს TikTok-ზე. 90 კილოზე რამდენი კალორია უნდა მივიღო, რომ დეფიციტში მოხვდე? პირველ რიგში უნდა დაგუგლო calorie calculator. შეხვიდე საიტზე, შეიყვანო მონაცემები და საიტი ავტომატურად დაგიწერს, რამდენი კალორია უნდა მიიღო, რომ წონა შეინარჩუნო. მე ამას გამოვაკელი 500 კალორია და ეგაა. მოდი კონკრეტულ მაგალითზეც განვიხილოთ. ავირჩიოთ სქესი, წონა იყოს 90, სიმაღლე 170, ფიზიკური აქტივობის დონე საშუალო. ახლა მიღებულ პასუხს გამოვაკლოთ 500 კალორია და ეგაა. კალორიების დეფიციტი შექმნილია, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ კალორია ყოველთვის არ უდრის კალორიას. ეხლა ეს რას ნიშნავს? თუ მაგალითად შევადარებთ მარწყვის ნაყინისგან მიღებულ 200 კალორიას და მთლიანი მარწყვისგან მიღებულ 200 კალორიას, რა თქმა უნდა, ამ ორ საკვებზე განსხვავებულად რეაგირებს ჩვენი ორგანიზმი. და რომც შექმნა კალორიების დეფიციტი და არაჯანსაღი საკვებით დაიკლო წონაში, გრძელ ვადაში, დიდი შანსია რომ შეგექმნას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ამიტომ პირველ რიგში ყურადღება მიაქციე საკვების ხარისხს და მიიღე ერთი ინგრედიენტისგან შემდგარი საკვები. თუ გამოსადეგი იყო ეს რჩევები, არ დაიზარო, გამოიწერე ჩემი გვერდი. შენთვის ეს 2 წამის საქმეა, ჩემთვის კი мотивაციაა, რომ განვაგრძო მსგავსი კონტენტის კეთება.